წელს მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი გაიხსნება. კლინიკის მშენებლობა აზერბაიჯანული ინვესტიციით ხორციელდება. ჰოსპიტალში უპრეცედენტო ქირურგიულ ოპერაციებს გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული ექიმები ჩაატარებენ. მოწვეული სპეციალისტებისთვის სამედიცინო კომპლექსში სასტუმრო ბლოკი მოეწყობა. კლინიკის მშენებლობა უკვე 2 თვეა დაიწყო. ამ ეტაპზე ჩასმულია შენობის ფუნდამენტი. სამედიცინო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამაც დაათვალიერა. მერი აზერბაიჯანელ ინვესტორებს შეხვდა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა. ანალოგიური პროექტი მუშაობს უკვე აზერბაიჯანში, ბაქოში კონკრეტულად და ზუსტად ამ კომპანიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება იყო ზუსტად რომ თბილისში გადმოიტანა ანალოგიური ქსელი. გაიფართოვა ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული საავადმყოფო, რომელიც იქნება ძირითადად ქირურგიული პროფილის, აქ ჩატარდება ურთულესი ოპერაციები, აქ იქნება დაწყებული კოსმეტოლოგიიდან დამთავრებული ტრანსპლანტაციული ორგანოთა გადანერგვამდე. ეს საავადმყოფო დამატებით მნიშვნელოვანი იმით, რომ ის ხორციელდება აზერბაიჯანული ინვესტიციით, ის არის კერძო საავადმყოფო გათვლილი 200 ადგილზე და აქ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად 300-მდე ქართველი სპეციალისტი იმუშაობს, ანუ დამატებით 300 სამუშაო ადგილი შეიქმნება და რაც მთავარია, აქ იქნება შესაძლებლობა უნიკალური და ისეთი ოპერაციების ჩატარების, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი არ არის. თანამედროვე არქიტექტურული სახის დამახასიათებელი ელემენტები აქვს, კარგი შენობა არის თვითონ ვიზუალურად და გარდა ამისა თვითონ ამ ტერიტორიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია გამომდინარე იქედან რომ უკვე ეს ურბანი მნიშვნელოვნად ვითარდება, რამოდენიმე დიდი მშენებლობა ირგვლივ უკვე მიმდინარეობს და ახალი ფუნქციის გაჩენა მით უმეტეს საავადმყოფოს და სადაც იდება დაახლოებით 15 მილიონიანი ინვესტიცია ქალაქისთვის მნიშვნელოვანია და საკმაოდ დადებითი ელემენტების და ეფექტის მატარებელი იქნება მომავალში.